გამარჯობათ. მე მქვია გვანცა, მე ვარ უცხოენების სპეციალისტი, ასევე დაინტერესებული ენის პათოლოგიით. და მე შევადგინე ეს ვარჯიშები, რომ დავეხმარო ქართველ აფაზის პაციენტებს ენის აღდგენაში და გაუმჯობესებაში. რა თქმა უნდა, უცხოენის შესწავლა განსხვავდება ძალიან მშობლიური ენის შესწავლისგან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბევრი სავარჯიშოები და მიდგომები, რაც გვეხმარება უცხოენის ათვისებას, შეგვიძლია ასევე გამოვიყენოთ ჩვენი საკუთარი დაკარგული ენის აღდგენაში. იმედია ამ ჩემი ვარჯიშებით რაღაცაში დაგეხმარებით. მთავარია თქვენც არ დაკარგოთ იმედი, იყოთ ჩაღოთ, ვარჯიშოთ ყოველდღიურად და ნელ-ნელა ნამდვილად იქნება რაღაც შედეგი. დღეს ჩვენ გავიმეორებთ სხვადასხვა სეზონურ ხილს, ასევე გავიმეორებთ ფერებს და სხვადასხვა ხილის პროდუქტებს. პირველი სამი ხილი არის ყველაზე ესეთი პოპულარული, ყველაზე გავრცელებული ხილი საქართველოში ვაშლი, მსხალი და ყურძენი. აბა გაიმეორეთ. ვაშლი, მსხალი, ყურძენი. ვაშლი, მსხალი, ყურძენი. კარგი იქნებოდა თუ დავწერდით ამ სიტყვებს, ან რველში, ან ფურცელზე, თუ არა გაქვთ დასაწერის საშუალება, შეგიძლიათ ჰაერში თითით დაწეროთ. ვ, ა, შ, ლ, ი. დარწმუნებული ვარ, ძნელია დაწერა თქვენთვის, რახან ალბათ თქვენ მარჯვენა ხელის მოძრაობის ფუნქცია გაქვთ მოშლილი და თუ მე მარცხენა არა ხართ, მარცხენა ხელით დაწერა ალბათ გაგიჭირდებათ. მსხალი մ, ს, ხ, ა, ლ, ი. მსხალი. და მესამე ხილი, ვაშლი, მსხალი, ყურძენი. ყურძენი, ყ, უ, რ, ძ, ე, ν და ი. ყურძენი. აბა ამ სამ ხილს როგორ მოითხოვთ? აბა შევადგინოთ ახლა წინადადებები. ვაშლი მინდა. გაიმეორეთ ორივე ერთდროულად. ვაშლი მინდა. მსხალი მინდა. მსხალი მინდა. მსხალი მინდა. და ყურძენს როგორ მოითხოვთ? ყურძენი მინდა. გავაერთიანოთ ორი სიტყვა, ყურძენი მინდა, ერთდროულად ყურძენი მინდა. გაიმეორეთ? ყურძენი მინდა. ძალიან კარგი. აბა გავიმეოროთ ფერებიც, რახან ხილს ვიმეორებთ, ხილი ყოველთვის სხვადასხვა ფერის არსებობს. ესე იგი წითელი, არსებობს წითელი ვაშლი, მწვანე ვაშლი, ან ყვითელი ვაშლი და ასევე მსხალიც შეიძლება იყოს წითელი, მწვანე ან ყვითელი. აბა გაიმეორეთ სიტყვა წითელი. 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 მწვანე. მწვანე. ძალიან კარგი. ახლა ყვითელი გაიმეორეთ. ყვითელი. რომელი ვაშლი უფრო გიყვართ? წითელი ვაშლი, მწვანე ვაშლი თუ ყვითელი ვაშლი? ეს უფრო გრძელი წინადადებაა და აბა ვეცადოთ. მე პირადად ყვითელი ვაშლი უფრო მიყვარს. მე
ყვითელი ვაშლი უფრო მიყვარს. მე წითელი ვაშლი არ მიყვარს. თქვენ რომელი ვაშლი უფრო გიყვართ? წითელი ვაშლი, მწვანე ვაშლი თუ ყვითელი ვაშლი? წითელი ვაშლი, მწვანე ვაშლი თუ ყვითელი ვაშლი? და მსხალი მე მწვანე მსხალი უფრო მიყვარს. მწვანე მსხალი მიყვარს. წითელი მსხალი არ მიყვარს. ყვითელი მსხალი მიყვარს. და თქვენ რომელი მსხალი უფრო გიყვართ? წითელი, მწვანე თუ ყვითელი? შეიძლება სამივე ფერის მსხალი გიყვარდეთ. რომელი ფერის? ძალიან კარგი. ყურძენიც ასევე არის სხვადასხვა ფერის. მწვანე, წითელი, მუქი წითელი, მაგრამ ჩვენ მას ვეძახით შავ ყურძენს, შავი ყურძენი, თეთრ ყურძენს, მწვანე ყურძენი, თეთრ ყურძენს ვეძახით და წითელი ყურძენი, შავი, თეთრი, წითელი. შავი, თეთრი, წითელი. გამოვიდეთ შავი, თეთრი, წითელი. რომელი სახის ყურძენი უფრო გიყვართ? შავი ყურძენი, თეთრი ყურძენი, წითელი ყურძენი? მე თეთრი ყურძენი უფრო მიყვარს. მე თეთრი ყურძენი. მე შავი ყურძენი არ მიყვარს. თქვენ რომელი სახის ყურძენი გიყვართ? თეთრი თუ შავი? თქვენს თეთრი ყურძენი? რამდენ ვაშლს ხედავთ? დავითვალოთ ახლა, ესე იგი, რაც უფრო სხვადასხვა სიტყვებს გავიმეორებთ ხილს, დავასახელებთ ფერებს, დავითვლით, ეს ყველაფერი ეხმარება ტვინს, რომ აღადგინოს კავშირები და ასე უფრო ადვილად გაგახსენდეთ ეს სიტყვები სხვადასხვა კონტექსტში. რამდენი ვაშლი ამ ნახატზე? ერთად დავითვალოთ. 1 ვაშლი, 2 ვაშლი, 3 ვაშლი, 4 ვაშლი. ესე იგი არის 4 ვაშლი. აბა მსხალი დავითვალოთ. გაიმეორეთ ჩემთან ერთად. 1 მსხალი, 2 მსხალი, 3 მსხალი, 4 მსხალი, 5 მსხალი, 6 მსხალი, 7 მსხალი, 8 მსხალი. ესე იგი ქონია 8 მსხალი. და ბოლოს ყურძენიც დავითვალოთ. 1 ყურძენი, 2 ყურძენი, 3 ყურძენი, 4 ყურძენი, 5 ყურძენი. 5 ყურძნის მარცვალი. გადავიდეთ ახლა შემდეგ 3 ხილზე. მე თავიდან ვაშლი, მსხალი, ყურძენი, იმიტომ ავირჩიე რახან ეს ყველაზე ისეთი ხილია, ყველაზე გავრცელებული და წლის ფაქტურად ყოველ პერიოდში შეგვიძლია ვაშლი და მსხალი შევიძინოთ. მარწყვი, ბალი და ალუჩა უფრო სეზონური ხილია, ეს უფრო გაზაფხულზე მოდის. გაიმეროთ მარწყვი, ბალი, ალუჩა. და როგორც ყოველთვის დაგვეხმარება დაწერა ამ სიტყვების მარწყვი, მ, ა, р, ц, ყ, ვ,
ი. თუ დასაწერი საშუალება არ გაქვთ, ჰაერიშიც შეგიძლიათ თითით მოუსვათ ხაზი და ესე ივარჯიშოთ, ხო? ბალი, მოკლე სიტყვა, ადვილად დაწერთ. ბ ა ლ და ი. ბალი. და ალუჩა. ა ლ უ ჩ ა. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ფერები. უკვე ჩვენ ვახსენეთ წითელი, ყვითელი, მწვანე. როცა ვლაპარაკობდით ვაშზე და მსხალზე და ყურძენზე, წითელი, ყვითელი, მწვანე. დავამატებთ ახლა ლურჯი, ლურჯი, შავი, შავი, სტაფილოსფერი, სტაფილოსფერი. აბა თქვენ თვითონ თუ შეძლებთ, ეს რა ფერია? მართალია, წითელი. ეს რა ფერია? ყვითელი. სწორია. ეს მწვანე. ძალიან კარგი. ეს ლურჯი. შავი და ეს ქსელი სიტყვა. სტაფილოსფერი. ეხლა რა ფერის არის მარწყვი? დავუკავშიროთ ფერები ხილს. რა ფერის არის მარწყვი? მარწყვი არის მართალია, წითელი. რა ფერის არის ალუჩა? ალუჩა არის მწვანე. მართალია. რა ფერის არის მსხალი? მსხალი შეიძლება იყოს წითელიც, ყვითელიც, წითელიც, მაგრამ ეს მსხალი ამ სურათში არის ყვითელი. მართალია. ეს ვაშლი ასევე არსებობს წითელი, ყვითელი, მწვანე ვაშლი. ეს ვაშლი არის მწვანე. ბალი არის თეთრი და წითელი ბალი. ეს არის წითელი და ყურძენი. ეს არის შავი ყურძენი. შავი ყურძენი. ეხლა ასევე გავიმეოროთ დათვლა და ანგარიში. ხო, დავუშვათ 2 კილო მარცვლს, რომ დავუმატოთ 3 კილო მარწყვი. ცოტა მარტივი მათემატიკა, შეიძლება ზედმეტად მარტივი თქვენთვის, მაგრამ არა უშავს ლაპარაკში მაინც გამოგვადგება. 2-ს მივუმატოთ 3 არის 5. აბა ვთქვათ ყველა სამივე სიტყვა ერთად. 5 კილო მარწყვი. ესე იგი კომბინირებას უკეთებ 3 სიტყვას. 5 კილო მარწყვი. 5 კილო ბალს დავუმატოთ 4 კილო ბალი. რამდენი კილო ბალი გამოვა ერთდროულად? 5-ს მივუმატოთ 4. ალბათ ვიცი რომ თქვენ იცით პასუხი, შეიძლება სიტყვა ვერ გაგახსენდეთ უცებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თავში გაქვთ ეს ციფრი. 9. გაიმეორეთ 9. და ეხლა სამივე სიტყვა ერთად 9 კილო ბალი. 9 კილო ბალი. კიდევ ორი მაგალითი მაქვს მგონი. 3 კილო ვაშლს, 3 კილო ვაშლი მივუმატოთ 5 კილო ვაშლი. 3 კილოს მივუმატოთ 5 კილო.
რამდენია? 8. 8 კილო ვაშლი. ერთად თქვით სამივე სიტყვა. 8 კილო ვაშლი. და ბოლო მაგალითი 8 კილო ყურძენს მივუმატოთ 2 კილო ყურძენი. 8-ს რომ 2 მივუმატოთ არის 10. 10 კილო ყურძენი. 10 კილო ყურძენი. გადავიდეთ ახლა შემდეგი სეზონის ხილზე. ესე იგი ჯერ გავიმეორეთ ვაშლი, მსხალი, ყურძენი, მერე გაზაფხულის ხილები, მარწყვი, ბალი და ალუჩა და ახლა ატამი, გარგარი და ქლიავი ზაფხულში შემოდის, ზაფხულის სეზონის ხილებია. ატამი, გარგარი, ქლიავი. ქლიავი. აბა გამოვწეროთ ა ტ ა մ ი ატამი. გარგარი, გარგარი, გ ა რ გ ა რ ი. აფაზიის სხვადასხვა სახეობა არსებობს და არის ადამიანები, ვინცაც სრულიად თავისუფლად შეუძლიათ წერა და კითხვა. მიუხედავად იმისა, რომ მეტყველება აქვთ დაკარგული, წერა და კითხვა შენარჩუნებული აქვთ. მაგრამ სამწუხაროდ ბევრ პაციენტებს ასევე წერა და კითხვაც უჭირთ. ასე რომ ეს წერა, თუ როგორც კი მოგეხერხებდათ, კარგი იქნებოდა, რომ წერდეთ ამ სიტყვებს. ქლიავი, ქ ლ ი ა ვ და ი. ქლიავი. აბა დაუბრუნდეთ ამ ჩვენ ძველ ნასწავლ ხილებს, უკვე 9 ხილის სახეობა გავიმეოროთ, აბა დავიწყოთ. ამას რა ერქვა? ვაშლი, მსხალი, ატამი, ქლიავი, გარგარი, ეს რა იყო? ყურძენი, მართალია. ალუჩა, მართალია. მარწყვი და ბალი. ძალიან კარგი. ესე იგი, ჩვენ ახლა გავიმეორეთ 9 სახეობის ხილი. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი გვაქვს გასამეორებელი. გავაგრძელოთ, ესე იგი, დავუმატოთ 3 ახალი სიტყვა. ლეღვი, ლეღვი, საზამთრო, საზამთრო და ნესვი, ნესვი. ალბათ მეთანხმდებით, რომ ეს საზამთრო და ნესვი ხშირად ერთდროულად ვყიდულობთ ხოლმე. ლეღვიც იგივე სეზონშია, აგვისტოში, ივლისში და აგვისტოში უფრო მწიფდება ლეღვი, საზამთრო და ნესვი. აბა თუ გაქვთ დასაწერის საშუალება, ეხლა მოძებნეთ თქვენი რვეული და აბა გამოწერეთ ეს 3 სიტყვა. ლ ე ღ
ი ლეღვი თუ დასაწერი საშუალება რა გაქვთ, როგორც გითხარით, შეგიძლიათ თითიც სხეულზე ან ხელის გულზე ან ხელზე ვითომ წერთ. საზამთრო ს ა ზ ა մ თ რ და ო საზამთრო და ბოლო სიტყვა ნესვი. მოკლე სიტყვა ν ე ს ვ და ი ნესვი. აბა რამდენი ნაჭერი საზამთროს ნაჭერია ამ ნახატზე, ამ სურათზე. ერთად დავითვალოთ. 1 ნაჭერი, 2 ნაჭერი, 3 ნაჭერი, 4 ნაჭერი, 5 ნაჭერი, 6 ნაჭერი, 7 ნაჭერი, 8 ნაჭერი. 8 ნაჭერი საზამთრო. 8 ნაჭერი საზამთრო. ამ თებზე რამდენი ნაჭერი ნესვი დევს? დავითვალოთ ერთად. 1 ნაჭერი, 2 ნაჭერი, 3 ნაჭერი, 4 ნაჭერი, 5 ნაჭერი, 6 ნაჭერი, 7 ნაჭერი, 8 ნაჭერი. აქაც 8 ნაჭერი ქონია. 8 ნაჭერი ნესვი. და რამდენი ცალი ლეღვია ამ სურათზე? 1 ლეღვი, 2 ლეღვი, 3 ლეღვი, 4 ლეღვი, 5 ლეღვი, 6 ლეღვი, 7 ლეღვი. ასე იგი, აქ ყოფილა 7 ცალი. 7 ცალი ლეღვი. 7 ლეღვი. ნახეთ რა ლამაზი სურათები მომნახე ინტერნეტზე. ზოგ ადამიანს რამდენი ნიჭიერი ხალხია, რამხელა ფანტაზიის უნარი აქვს. ნახოთ, ესე იგი, აქ საზამთროთი გააკეთეს მამალი. ხო, იმიტომ რომ საზამთრო წითელია, წითელი საზამთრო ასევე როგორც მამალი. აქ ნახეთ რა გააკეთეს საზამთროთი. ბავშვის ეტლი. კიდევ ესეთი ლამაზი ფოტოები მომნახე ინტერნეტზე, სადაც ხილით არის ცხოველები და მწერები შექმნილი. პირველ ნახატში ვხედავთ, რომ გამოიყვანეს მარწყვი, ყურძენი და ვაშლი, რომ შეექმნათ რა ცხოველია ეს, თქვენი საზრით? მელია. ეს არის ნამდვილად მელია. ყურების გასაკეთებლად გამოიყენეს რახილი. მარწყვი და ტანის შესაქმნელად გამოიყენეს რახილი. ვაშლი. და ეს რა ცხოველია ყურძნისგან რა გააკეთეს, რომელი ცხოველია, აბა თუ გაიხსენებთ ამ ცხოველის სახელს? ზღარბი, მართალია, ზღარბი. და აქ მარწყვისგან ასევე შექმნეს ლამაზი წითელი პეპელა. მართალია. ეხლა გადავიდეთ ჩვენ ეს მგონი ბოლო ჯგუფია.
შემოდგომის ხილის და შემოდგომაზე ეს სამი ხილი ამათ ასევე ისაქვთ ერთმანეთში საერთო, რომ არის ციტრუსები. ესე იგი, მანდარინი, პორტოხალი და ლიმონი. ჩამოწერეთ ეს სიტყვები, თუ შეგიძლიათ. մ ა ն დ ა რ ი ն ი მანდარინი. ეხლა დაწერეთ სიტყვა პორტოხალი. საკმაოდ გრძელი სიტყვაა. იმედი არ დაიღლებით. P O R T O X A L I პორტოხალი და ბოლო სიტყვა ლიმონი. L ასომგერა L I M O N და I ლიმონი. აბა ვნახოთ ლიმნით, აქ რა ცხოველი აქვთ გამოსახული, ლიმნით გააკეთეს, ლიმნით ნაჭრებით შექმნეს ლამაზი თევზი. ეს არ ვიცი მანდარინია თუ პორტოხალი, მგონი ორივე, ნამდვილად პორტოხლის ყურები აქვს, რა ცხოველი შექმნეს პორტოხლით. შექმნეს კურდღელი. ეს მგონი მანდარინის მტევნებია, ან პორტოხლის. აქ მანდარინის და პორტოხლით გამოსახეს რა ცხოველი. ლომი. და აქ ნახეთ რა კარგად გააკეთეს, ბანანები. პირი აქვთ გახსნილი და ეს არის რა სახის თევზი. მე მგონი, რომ ეს ბანანები, ამ ბანანებით დელფინები არიან გამოსახული. დელფინი. ეხლა კიდევ ვიმეორებთ ჩვენ ერთ და იგივე სიტყვებს, შეიძლება დაიღალეთ ერთ და იგივე ვარჯიშებით, მაგრამ თურმე რაც უფრო სხვადასხვა კატეგორიებად და ჯგუფებად დავყოფთ სიტყვებს და მკავშირებს მოვნახავთ, ან ფერის მიხედვით დავაჯგუფებთ, ან სეზონის მიხედვით დავაჯგუფებთ, ეს ყველაფერი ეხმარება ტვინს, რომ ეს სიტყვა, ეს დაკარგული სიტყვა უფრო ადვილად მოძებნოს და თქვენ უფრო ადვილად შეგეძლოთ ამ სიტყვების გახსენება და წარმოთქვა. აბა ჩაიწერეთ ან მოიფიქრეთ, ან წარმოთქვით, აი ყველა წითელი ხილი, რაც თქვენ გაგახსენდებათ. სულ ცოტა სამი ხილი მაინც უნდა გაგახსენდეთ, რომელიც არის წითელი ფერის. ჯერ თქვენ მოიფიქრეთ თქვენი პასუხები და მერე მე გაჩვენებთ ჩემ სიას და შევადაროთ ჩემი და თქვენი ჩამოწერილი ხილები, წითელი სახის ხილი. აბა ეცადეთ, რომ სამი სახის წითელი ხილი დაწეროთ ფურცელზე და გაიხსენოთ. მე დავწერე მარწყვი, მე ასევე დავწერე ბალი,
ახლა არის წითელი, მარწყვი, ბალი, ალუბალი. წითელი ასევე შეიძლება იყოს ვაშლი, წითელი საზამთრო და წითელი ყურძენი. ეს ყველა ხილი არის წითელი ფერის. აბა იგივე გავიმეოროთ მწვანე ფერის ხილი, რა სახის ხილი არსებობს, რომელიც არის მწვანე. თქვენაც სადეთ რომ ან მოიფიქროთ, ან ხმამაღლა თქვათ ეს სამი სულ ცოტა სამი მაგალითი, ან თქვენ ველში დაწეროთ. ეხლა მე გაჩვენებთ, რა ჩამოვწერე მე. მე მაქვს ვაშლი, მწვანე ვაშლი. მწვანე ასევე შეიძლება იყოს ყურძენი, მსხალი, ალუჩა და ყვითელი ხილებიდან პირველ რიგში მე მაგალითად მახსენდება ლიმონი. ასევე ბანანი. ასევე გარგარი. და მსხალი. და ვაშლი. რახან დაჯგუფებებზე ალაპარაკი, ესე იგი ჩვენ უკვე დავაჯგუფეთ ხილი ფერების მიხედვით, ეხლა დავაჯგუფოთ სეზონების მიხედვით. ატამი, გარგარი და ქლიავი. რა წელიწადის რომელ დროს მწიფდება. ზამთარი, გაზაფხული, ზაფხული თუ შემოდგომა. ეს სამი ხილი, რომელ დროს არის შემოდის სეზონში. რა აქვს საერთო ამ სამ ხილს? ზაფხული. ზაფხულის ხილებია. ყურძენი, მანდარინი და ვაშლი. ყურძენი, მანდარინი და ვაშლი საქართველოში მწიფდება რა სეზონზე? წელიწადის რომელ დროს? ზაფხული, გაზაფხული, შემოდგომა თუ ზამთარი? შემოდგომა. შემოდგომა. ეს სამი ხილი არის შემოდგომის ხილი. ბალი, ალუჩა და მარწყვი. რა თქმა უნდა, დღესდღეობით ყველაფერი შეუძლია ადამიანს ნებისმიერ სეზონზე იყიდოს, სუპერმარკეტებში განსაკუთრებით, სათბურებში მოყვანილი ხილბოსტნეული, ან და იმპორტირებული ხილბოსტნეული, მაგრამ ადგილობრივ ხილს, სეზონურ ხილს არაფერი არ ჯობია, სულ სხვანაირი გემო აქვს. ბალი, ალუჩა და მარწყვი საქართველოში რა სეზონზე, წელიწადის რომელ დროს მწიფდება და მოდის? ზამთარი, გაზაფხული, ზაფხული თუ შემოდგომა? მართალია, გაზაფხული. გაზაფხული. და ბოლო მაგალითი, საზამთრო ნესვი და ლეღვი საქართველოში შემოდის ბაზრებში და იყიდება, ანუ ადგილობრივი პროდუქცია, არა შემოტანილი, ადგილობრივი ჩვენი საზამთრო ნესვი და ლეღვი შემოდის ზაფხულში, გაზაფხულში, შემოდგომაზე თუ ზამთარში. ზაფხულში, ზაფხული. მართალია, ეხლა ესე გავიმეორეთ სიტყვები, მაგრამ ვნახოთ ამ ხილისგან ბევრი სხვადასხვა პროდუქცია მზადდება. არის სხვადასხვა ხილის სახეობის იოგურტი, ბევრი თქვენგანი ალბათ იოგურტს მიირთმევს საუზმეც. მე პირადად ძალიან მიყვარს იოგურტი დილაობით. რომელია თქვენი საყვარელი იოგურტი? რომელი იოგურტი უფრო გიყვართ? ალუბლის, ატმის თუ მარწყვის? იოგურტი, ალუბლის იოგურტი,
ატმის იოგურტი თუ მარწყვის იოგურტი? მე ატმის იოგურტი მიყვარს ყველაზე მეტად. მე მიყვარს ატმის იოგურტი. ეს ლიმონათი. ლიმონათიც არის სხვადასხვა ხილისგან დამზადებული. არის ლიმნის ლიმონათი, არსებობს ყურძნის ლიმონათი, მსხლის ლიმონათი, ტარხუნის ლიმონათი, ნაღების ლიმონათი, თუმცა ნაღები ხილი არ არის. ტარხუნაც არ არის ხილი, ტარხუნ არის მწვანილი, მაგრამ ამ ხილისგან ლიმონი, ყურძენი და მსხალი. რომელი ლიმონათია თქვენი საყვარელი? რომელი ლიმონათი უფრო გიყვართ? ლიმონი, ლიმნის, მსხლის თუ ყურძნის? მე პირადად ძალიან მიყვარს მსხლის ლიმონათი. მსხლის ლიმონათი. მე მიყვარს მსხლის ლიმონათი. აბა გაიმეორეთ, მსხლის ლიმონათი. ხილისგან ასევე მზადდება მურაბა. სამწუხაროდ მგონი ნაკლებად აკეთებს ხალხი მურაბას დღესდღეობით, დრო არა გვაქვს და უფრო ადვილია მაღაზიაში უკვე მზად გაკეთებული ჯემების და მურაბების ყიდვა. მაგრამ ბევრი ალბათ აგრძელებს ამ მურაბების კეთებას. აბა დავასახელოთ, რა სახის მურაბას ხედავთ? ეს არის საზამთროს მურაბა. ეს არის ალუბლის მურაბა. ალუბლის მურაბა. ეს არის თეთრი ბლის მურაბა. თეთრი ბლის მურაბა. აქ ხედავთ ლეღვის მურაბას. ლეღვის მურაბა. ეს არის მარწყვის მურაბა. მარწყვის მურაბა და ეს ბოლო მართალია კაკალი ჩვენ არ გვიხსენებია ამ გაკვეთილში, მაგრამ კაკლის მურაბა ესეთი უნიკალური რაღაცაა, რომ არ შემეძლო, რომ არ მომეტანა როგორც მაგალითად. კაკლის მურაბა. კაკლის მურაბა. რომელია თქვენი საყვარელი მურაბა? საზამთროს, ალუბლის, ბლის, ლეღვის, მარწყვის თუ კაკლის მურაბა. ჩემი საყვარელი ალბათ არის თეთრი ბლის მურაბა. თეთრი ბლის მურაბა. საზამთროს მურაბა საერთოდ არ მიყვარს, მართალი გითხრათ. კაკლის მურაბა ძალიან უნიკალურია, ძალიან განსხვავებულია, მაგრამ ჩემი საყვარელი ნამდვილად არ არის, მაგრამ თეთრი ბლის მურაბა ძალიან მიყვარს. ხილისგან ასევე მზადდება ჯემი. ზოგი პავილოსაც ეძახის ჯემს შეიძლება. ესე იგი ატმის აგვაქვს 3 სხვადასხვა ჯემები. ატმის ჯემი, მსხლის ჯემი, ქლიავის ჯემი. ატმის, მსხლის და ქლიავის ჯემი. ამ 3 ჯემებიდან თქვენი საყვარელი რომელია? ჯემი. მე ავირჩევდი ქლიავს. ქლიავის ჯემი. მართლა ძალიან გემრიელია. ასევე არის არსებობს სხვადასხვა წვენები. ფორთოხლის წვენი, შეიძლება იყიდება ატმის წვენი, ვაშლის წვენი, ალუბლის წვენი. ძველად უფრო სახლში წვენებს ვამზადებდით ჩვენ თვითონ კომპოტებს, მაგრამ როგორც მურაბების და ჯემების მსგავსად, უფრო ადვილია ამ წვენების, გამზადებული წვენების ყიდვა მაღაზიაში. ფორთოხლის წვენი, ატმის წვენი, ვაშლის წვენი,
ალუბლის წვენი. რომელი წვენი გიყვართ თქვენ ყველაზე მეტად? მე პირადად ალბათ ყველას მირჩევნია ალუბლის წვენი. ალუბლის წვენი. აბა ეხლა წარმოვიდგინოთ, რომ თქვენ გჭირდებათ ეს პროდუქტები, ესე იგი თქვენ გჭირდებათ იოგურტი, გინდათ იყიდოთ წვენი, გინდათ იყიდოთ ჯემი და გინდათ იყიდოთ ხილი. მე მინდა რომ თქვენ ახლა შეადგინოთ ჩამოწეროთ რისი ყიდვა გჭირდებათ. დავუშვათ თქვენ არ შეგიძლიათ მაღაზიაში თქვენ თვითონ წასვლა, მაგრამ გინდათ რომ გადასცეთ თქვენ ოჯახის წევრს და გთხოვოთ რომ გიყიდოთ ეს პროდუქტები. აბა როგორ ჩამოწერთ და რას თხოვთ, როგორ თხოვთ თქვენ ოჯახის წევრს ან თქვენ ამხანაგს რომ მაღაზიაში წავიდეს და იყიდოს ეს პროდუქტები თქვენთვის. ესე იგი ეტყვით იყიდე, მოიტანე, 4 მარწყვის იოგურტი. 4 მარწყვის იოგურტი. 2 კილა ქლიავის ჯემი. 2 რამდენი? 2 რა სახის ქლიავის და რა პროდუქტი? ჯემი. 2 კილა ქლიავის ჯემი. 1 ალუბლის წვენი. 1 ალუბლის წვენი. 3 ფორთოხალი. ფორთოხალი. მოკლედ დღეს გრძელი გაკვეთილი გამოვიდა. ბოდიშით ალბათ გადაიღალეთ, მაგრამ ნახეთ რამდენი რაღაცა გავიმეორეთ დღეს. გავიმეორეთ ბევრი სხვადასხვა სახის ხილი. ასევე ვილაპარაკეთ სხვადასხვა ხილის პროდუქტზე, წვენი, ლიმონათი, ჯემი, იოგურტი, მურაბა, კომპოტი და დავასახელეთ ხილის ფერები. წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი, თეთრი, შავი, სტაფილოსფერი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და აბა წარმატებებს გისურვებთ. თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, მე მაქვს მსგავსი ვიდეოები სხვადასხვა თემებზე. ხილი, ბოსტნეული, ტანსაცმელი, ავეჯი და ასე შემდეგ. ასე რომ თუ გინდათ გადახედეთ და სხვა ვიდეოებსაც უყურეთ. თავარია არის არ მოცოთ და ყოველ დღე ცოტ-ცოტა იმეცადინოთ. მომავალ შეხვედრამდე.